კრიტიკული მედიის არჩევი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ წუთებში ბათუმში არსებითი განხილვა გრძელდება რეპრესიულ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტში შალვა პაპუაშვილმა დააწესა. მოსარჩელეებს შორის არიან ფორმულას წარმომადგენლები, ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე და ოპერატორი თედო ქვაჩახია. მათ პარლამენტში შესვლა ირაკლი ზარქუას განცხადების საფუძველზე ერთი თვით აეკრძალათ. საქმე ეხება მედიის შემზღუდავ წესებს. თუ ქართულ ოცნებას რომელიმე კითხვა არ მოეწონება, მას შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს აკრედიტაცია შეუჩეროს პირველ ჯერზე 1, ხოლო განმეორების შემთხვევაში 6 თვით. ფორმულას გარდა რეპრესიული მექანიზმის სამიზნე გახდნენ TV პირველი ჟურნალისტები, მათ შორის რუსუდან დუმბაძე და თათია წოწონავა, ასევე პუბლიკის რეპორტიორი ნათია ამირანაშვილი და სტუდია მონიტორი. მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს სადამსჯელო ქმედება არაკონსტიტუციურია და შალვა პაპუაშვილმა ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ძირითადი კანონი დაარღვია. თქვენ გაქვთ ესეთი წესი, როდესაც არ იცით რომელი კითხვა არის, ესეთი კითხვა, როდესაც პარლამენტის წევრი შეიძლება გაბრაზდეს, ან არ მოეწონას თქვენი კითხვა და თქვენ პარლამენტში შედიხართ იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტულ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხზე გამთლად უტრირებას ნუ მოვახდენთ. კითხვა არ მოეწონოს, ეს არ არის არც თქვენს არჩევლში და იდეაში ფაქტობრივი გარემოება კითხვა არ მოწონს არ არის. იმ კითხვაზე უარის შემთხვევაში განმეორებით ჩაკითხვაზეა, ასე ვთქვათ რა. ჩაკითხვა დავარქვათ, არც ეგ არ არის პრობლემა. შეიძლება უფრო ზუსტი კონოტაცია არის იმის, რაც დავაბთ, ხო? როდესაც ჟურნალისტმა გაჟინებით ჩაძიება. აი ანარკ პასუხობ ან რაღაცას პასუხობს და ნუ არ პასუხობ რომ ეუბნება, ანუ მერე რომ ანუ რეალურად როგორც ხდება ხოლმე, რასაც ტელევიზორში უყურებთ, უბრალოდ მე ესე ხედავ ამას და ეხლა შეიძლება არასწორი სიტყვა ვთქვა, მაგრამ აი ადევნებას რომ გავს ესეთი ისა, ანუ მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეს ნორმა მას აი ესეთ რაღაცას ემსახურება. თუმცა არ ვამბობ, რომ ან სწორია, ან არასწორია. როგორც თქვენ გაქვთ უფლება ვიღაცას კითხოთ რაღაც ისე, მეორე ადამიანს აქვს უფლება უარი თქვას აზრის გამოხატვას. სწორია. ამიტომ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება მოიცავს იმის უფლებას, რომ აიძულოს ვინმეს, ასე თქვა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოგცეთ პასუხი? აი ამ აქტიურად მიდიხართ და უფრო არ გადაიჭიროთ რამე ისეთი, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოს ხდება. გადაჭეხვას რაც შეეხება არსად გადაჭეხვას არ ვაპირებთ, მაგრამ თქვენი და ბატონ ვასილის კითხვებში იყო ორი ტერმინი, ხო? ერთი ადევნება, მეორე იძულება. ორივეს აქვს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ბუნება, ან სისხლის სამართლებრივი ბუნება, ხო? ადევნებაც და იძულებაც არის ან სამართალდარღვევა, ან სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ რა ვსაუბრობთ ამ არჩევის ფარგლებში, ცხადია არც ერთს არ შეესაბამება.